აი რა არის ჩვენ გვაქვს კონკრეტულ რაღაც ქუჩაზე მივდივართ აი შენ მიდიხარ მეორე ზოლში ეს შემხედვი გზა აქ შენ ჩვეულებრივად მიდიხარ წინ მეც მივდივარ წინ ორი ზოლი მიდის აქედან იქით ერთი ზოლი მოდის იქიდან აქეთ ეს ზოლი ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი აი ეს მიმართულება მივდივართ ბათუმში ორ ზოლიანი აქვს თქვათ დაგვეწია აი პატრული პატრულს უმთია მარტო ლურჯი და წითელი სანათი ხელსაწყო ნატურები მარტო სანათები უმთია ზემოთ აქ გეუბნება კანონი რომ თუ პატრულსო თუ სასტრაფოსო თუ სახანძრო სიგუყურა სპეცსამსახურები არის სამი რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით სასტრაფო სახანძრო პატრული შეატრიალე პატრული სახანძრო სასტრაფო და ასე შემდეგ თუ ამ სამ დასახელების სპეცტრანსპორტს მარტო უმთიაო მხოლოდ ლურჯი და წითელი ფერის ნატურებიო მაშინ შენ ძმაო ვალდებული არ ახარო ეს პატივცემული სპეც მანქანა გაატარო არ ახარ ვალდებული არ იმსახურებს ანუ იარე შენთვის შვენივრად აი ესე წადი აიგე მაგრამ თუ წამოგეწია ეს პატივცემული სასტრაფოო თუ სახანძროო თუ პატრულიო და უმთია ჩართული აქვს ყველა სპეცსიგნალები წითელი ლურჯი და ხმოვანი სიგნალი რომელსაც მძღოლები ეძახიან სირენას მაშინ ჯიგარო ჩვენ შენ რო აი აქ მიდიხარ ვალდებული ხარ უყურე განა დაგაზო და კი არ უნდა გადახვიდე უცბად რომ აი მე და გავატარო დარღვევაა ეგა შენთვის გაიგე მაგას მე უყურე შენ უნდა გაატარო ჯერ ეს მარჯვენა მხარე შენგან მარჯვენა მხარე გაიგე ჯიგარო გაატარო მერე გადმოხვიდე აქა და დაუთმო გზა წავიდეს თავის გზაზე როგორც კი შენ ამას მარჯვენა მხარეს არ გაატარებ და შენ დაგაზავ და შიშისგან აი მე პატრული მომეწიაო აი აქ დაგაზავ და გადმოხვალ ესე რომ გავატარო პატრული გაგაჩერებს და ეგრევე გლიჯავს ჯარიმას რატო არ გაატარე შენი მარჯვენა მხარეო მიხვდი ესე იგი პატრულისთვის თუ სასტრაფოსთვის თუ სახანძროსთვის გზის დათმობასაც თავისი კანონები აქვს რაც ჩვენ უკვე ვისწავლეთ და ქვია ამას მარჯვენა მხარის პრინციპი შენგან მარჯვენა მხარეს ატარებ გადმოდიხარ და ამას უშევ თავის გზაზე აი გარი მარტო თავში კი ბატონო ნიჭიერი კაცი ხარ